როდის დატოვებს ლევან ვარშალომიძე ყაზახეთს? ფორმულას ინფორმაციით მან იზოლატორი უკვე დატოვა, თუმცა წინ გარკვეული პროცედურებია. დადებით დინამიკაზე საუბრობენ პარტიაში. ნაციონალური მოძრაობის წევრი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ასტანაში გუშინ დააკავეს ქვეყანაში შესვლისას. მიზეზი ნაციონალური მოძრაობის ცნობით რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილი ინფორმაცია იყო, რაც უკავშირდებოდა ვარშალომიძის საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან. საქმეზე დღეს თბილისში ოცნებაში არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა. დეპუტატების ნაწილი ამბობდა, რომ ეს არ იყო მათი საქმე. ზოგიერთის თქმით კი საკონსულო ყველა ნაბიჯს დგამს მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს მოქალაქეს ეხება. გიორგი კუჟინაძე მუშაობს დღეს ამ თემაზე, ის არ ყვევს დეტალებს და გვერდდება ბოლო ინფორმაციით გიორგი გისმენთ. თეონა, სულ რამდენიმე წუთის წინ ლევან ანთაძემ დაგვიდასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან ვარშალომიძემ დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა და ის ამ დროისათვის არის თავისუფალი. თუმცა, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ჯერჯერობით გარკვეული რისკები არ არის მოხსნილი მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყაზახეთიდან რუსეთში. ახლა ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს იურიდიული შესაბამისი საქმიანობა, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს ის გარემოება და ფაქტი, რომ შესაძლოა ლევან ვარშალომიძე იქნას ექსტრადირებული რუსეთში. ჩვენ ვესაუბრეთ მის თანაგუნდელებს, როგორც უკვე გითხარით, რომლებმაც დაგვიდასტურეს აღნიშნული ინფორმაცია. რას აკეთებს ამ ფონზე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო? ფაქტობრივად არაფერს, რადგანაც ჩვენ დილით ვესაუბრეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, ვკითხეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, თუ რას აკეთებდა საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქის ექსტრადირება არ მომხდარიყო ოკუპანტ ქვეყანაში, სადაც შესაძლოა მას სიცოცხლის საფრთხეც კი შექმნოდა, თუმცა პასუხი უწყებისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია. თუმცა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, მათ შორის ამ საქმეში და ლევან ვარშალომიძის გათავისუფლების საქმეში ჩართული არის უკრაინული მხარე და სხვა საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ ვარშალომიძემ უსაფრთხოდ დატოვოს ყაზახეთის ტერიტორია. გუშინ ყაზახეთში დააკავეს ლევან ვარშალომიძე რუსეთის უკანონო მოთხოვნის საფუძველზე. დღეს ის თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები და იმედს ვიტოვებთ, რომ დროულად ამოიწურება ეს უსიამოვნო სიტუაცია ჩვენ მეგობრებთან, ყაზახებთან და ლევან ვარშალომიძე დროზე დაბრუნდება საქართველოში. ლევანის ყაზახეთში დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა, აყვანილია ძალიან კარგი ადვოკატები, ჩართულია ჩვენი უკრაინელი მეგობრები და სხვა საერთაშორისო კოლეგები. ამ მომენტისთვის საქმე წინ მიდის, უკეთესობისკენ არის, მცირდება მისი რუსეთში ექსტრადიციის შანსები, თუმცა არ გამოვრიცხავთ არაფერს სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვიყავით ამ ვითარების თაობაზე გვეცნობებია ყაზახეთში საქართველოს საელჩოსთვისაც. ისინი ამბობენ, რომ ას შევესწრებიან რაღაცას, მანდა მაინც პირადად მე დიდი ამის იმედი არ მაქვს, მაგრამ იმედი მიქონიო ზოგადად. ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა. ის ყაზახეთის აეროპორტში დააკავეს მაშინ, როდესაც ცდილობდა აეროპორტის მეშვეობით აეტოვებინა ყაზახეთის ტერიტორია. ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მუხლით მოხდა მისი დაკავება და რის საფუძველზე ეს გახდა რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილი ინფორმაცია ვარშალომიძის წინააღმდეგ და როგორც ცნობილია, რუსეთს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა აქვს დაწყებული და ძებნა აქვს გამოცხადებული ვარშალომიძეზე. შესაბამისად ყაზახეთმა ის დააკავა, თუმცა ახლა როგორც გახდა ცნობილი ჩვენთვის და ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს ვარშალომიძის მეგობრებმა და თანაგუნდელებმა, ის გაათავისუფლეს წინასწარ დაკავების იზოლატორიდან, თუმცა კვლავ რჩება ყაზახეთის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს იურიდიული მოქმედებები იმისათვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდეს ვარშალომიძის ყაზახეთიდან რუსეთში ექსტრადირება, სადაც მას საფრთხე ემუქრება.